მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან საინტერესო ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ. პოლარობებზე, ასტროლოგიურ პოლარობებზე, კარმულ ასტროლოგიაშიც არის პოლარობები. ოპოზიციურ ენერგიებზე საუბრობთ ახლა აქ აბსოლუტურად, ფსიქოლოგიაში პოლარობები ეს ძალიან ისეთი საინტერესო კვლევის თემა არის, მაგრამ გვაქვს ასევე ასტროლოგიაში პოლარობები. დედან ნებისმიერ ზოდიაქოს სიმბოლურად, არქეტიპულად ნიშნებს, ხო? ამ ზოდიაქოს ნიშნებს აქვთ აუცილებლად ოპოზიციური ენერგიები, პოლარობებს რო ვეძახით, ხო? მაგალითად, როდესაც ვერძის ზოდიაქოსზე საუბრობთ, ავტომატურად აქტიურებს სასწორის ენერგიას. გვეცნობიერში ეს მთლიანობას ქმნის საბოლოო ჯამში. ვერძი სასწორის ენერგიის გარეშე ვერ იქნება უბრალოდ, როდესაც სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ, როდესაც შინაგან რაღაც ღირსებაზე, სიმტკიცეზე ვლაპარაკობთ, იქ სამართლიანობის და სხვების გათვალისწინების გარეშე არ გამოდის, ხო, იდეაში ესე ვთქვათ. და შესაბამისად, ყველა ოპოზიციური ენერგია ავსებს ერთმანეთს. ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. სახლების სისტემა იგივე არის, ხო? სახლები, ვისაც ასტროლოგიაში ერთ-ერთი წამყვანი სახლების სისტემა არის ზოგადად. პლუს, იმიტომ რომ ეს ნიშნების ყველაფერი სახლებში როგორ არის, ამ სახლების ასპექტები როგორ არის მთლიანად, სინთეზურად გავდივართ ხოლმე რუკას, ხო? სხვაშორის 4 აპრილს მეწყება სასწავლო ინტენსიური ეს ორთვიანი კურსი, სადაც უფრო ასტროფსიქოლოგიას ვასწავლი, უფრო თერაპიულ მუშაობას ვასწავლი ადამიანებს, ვინც მოდიან ხოლმე ჩემთან. მეოთხე ნაკადი არის, თუ მეხუთე აღარ მახსოვს უწევ. და პატარ-პატარა ტრენინგებს ვაკეთებ ხოლმე იქ პლანეტებზე, სახლებზე, მაგრამ აი ეს მთლიანობაში ერთად რო გავიარო, ეს მაქვს ახლა 4 აპრილს ეს კურსი და უფრო ვასწავლი ადამიანებს ჯგუფურ თერაპიულ მუშაობას, პლუს როგორ უნდა იმუშაონ ახლა ვისაც მაგალითად ჩემი მეთოდი უნდა აინტერესებს და ხედავს აქ ყველაზე მთავარს, რაზე შეგვიძლია გავიდეთ, პირდაპირ იქ კონკრეტული მაგალითებით მონაწილეთა პირადი რუკებით გავდივართ თერაპიულად, გავდივართ ჯგუფურ თერაპიულად და ძალიან საინტერესო არის, ეს ერთ-ერთი ჩემი აღმოჩენასავით არის, როგორ შეგვიძლია ასტროფსიქოლოგიის თერაპიულ, ჯგუფურ თერაპიულ პრაქტიკაში გამოვიყენოთ და ისე თან ვასწავლოთ და ვისაც გაქვთ ინტერესი შეგიძლიათ მომწეროთ, მაგრამ ვინც მაგალითად ახლა ეს რაც იღნსეულად არ გინდათ ისწავლოთ, მაგრამ ფრაგმენტულად ცდილობთ რაღაცებში გაერკვეთ, მათთვის ეს ვიდეოები მოგვიძებენ ძალიან საინტერესო არის, 900 ვიდეო მაქვს ჩაწერილი მთელ ასტროლოგიაზე, ეზოთერიკაზე, ფსიქოლოგიაზე და ყველასთვის რაღაცა თავისი ნაჭერი ინტერესის არის, მე მგონი. მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ომის ციკლში ახლა ეს შემაქეს თემა ყველაზე დიდი ადგილი მინდა დაუთმო პოლარობებს და არის როგორც ასტროლოგიური პოლარობები, ესე კარმული პოლარობები არის ჩვენში. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის იცით, აი ხლა, როდესაც თუნდაც თერაპიულ პრაქტიკაში, ან თუნდაც აი მოდის ადამიანი ჩემთან პირად რუკაზე და სულ აქვს ხოლმე ეს პრობლემა, რომ რაღაც ერთი და იგივე სცენარს ეჯახება ადამიანის ცხოვრებაში, ხო, ერთი და იგივე პრობლემას, აი მაგალითად დესტრუქციული პირადი და მეორე ურთიერთობაშიც იგივე. ან კარიერულად რაღაც ერთი და იგივე გამოწვევები, ან მეგობრებთან ერთი და იგივე გამოწვევები, ხო? როგორც წესი ეს დაუმუშავებელ პოლარობებს გვაჩვენებს ხოლმე. აქ როგორც წესი კარმულ ასტროლოგიაზე გავდივართ, სატურნი ლილიტის ღერძზე გავდივართ და იცოდეთ, რომ სატურნი და ლილიტი ერთ სიტყვაში არის აუცილებლად. ეს არ არის ცალ-ცალკე, ლილიტი აქტიურდება სატურნის ენერგიას რაღაც რო შეეხება. ვინც არ ყვებით ასტროლოგიაში ახლა უფრო მომყვებით სატურნის ენერგიაზე რას ვლაპარაკობ, მაგრამ რა არის ახლა ყველაზე საინტერესო ჩვენთვის აი ამ პოლარობების ენერგიის თემა ოღონდ კარმულ ასტროლოგიაში. როდესაც მაგალითად იუნგიც ამბობდა ჭრილის ინტეგრაცია, როცა ვამბობთ ხოლმე, ხო? ფსიქოლოგიაში როგორ არის იცით, მე ვეცდები დაფაზეც აგიხსნათ, აი მე რასაც ვაკვირდები ფსიქოთერაპიულ პრაქტიკებს, მაგალითად კლასიკურ ფსიქოლოგიას. კლასიკურ ახლა ძალიან ბევრი წელი მივლია მაგალითად XCBT-ის თერაპიაზე, მაგალითად ფსიქოანალიზზე, ჩვეულებრივ გეშტალტ თერაპიაზე და იცით როგორი შეგრძნება მაქვს, რომ სადღაც რაღაცამდე გადის ფსიქოლოგია და ვერ შედის რეალურ თემაზე, რასაც მე მაგალითად ჰიპნოთერაპიის მიხედვით ან კარმულ ასტროლოგიაში ვიკვლევდი ხოლმე, რაც წერია კარმულ ასტროლოგიაში და ერთი ის არის, რომ ხა თუნდაც რომ სწავლობ ფსიქოლოგიას და იქ რო უყურებ ხოლმე ფსიქოლოგიურ პრაქტიკებს, ცოტა ისე დგავარ ხოლმე ჩემთვის რა, იმიტომ რომ
ჩემთვის ეს როგორ რაღაცა იცით, აი რო ვფიქრობ ხოლმე რომ ეს ფსიქოლოგია არის რაღაცა 100 წელი დაახლოებით, ხო? რომ საერთოდ გაერკმე. და ასტროლოგია არის 40 საუკუნე. და იქ ყველაფერი გაცილებით ღრმად იყო გაწერილი, რასაც ესენი ახლა სწავლობენ. ძალიან საინტერესოა ფსიქოლოგია თვითონ უკვე, იმიტომ რომ მეცნიერულადაც და უფრო დასკვნებით და უფრო როგორ ვიმუშაოთ ტექნიკებით, მაგალითად გვეხმარება, მაგრამ სადღაც აი როგორ რაღაც არის, იცით, აი ხშირად მინახავს ადამიანი ფსიქოთერაპიაში მიდის და ახლა თუნდაც რო უყურებ ხოლმე ახალგაზრდებს განსაკუთრებით ფსიქოლოგებს დიპლომით ფსიქოლოგებს იმხელა პრობლემები აქვთ ხოლმე ფსიქოლოგიური თვითონ მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემები ხა ყველას აქვს მაგრამ კარმულ სატურნ ლილიტის ღერძზე ადიან ძალიან აქტიურად ხოლმე მე ხა ყველას არა მაგრამ მოლაპარაკე უბრალოდ ვაკვირდები ანუ ფსიქოლოგია როგორც არის ხოლმე ნებისმიერი წამლების გადაჭარბებაში რო არის რაღაც მავნებლობა სიტყვაზე ან სხვადასხვა პრაქტიკებში ყველას აქვს რაღაც უკუ მეორე მხარე, ხო? ფსიქოლოგიასაც ვამჩნევ ხოლმე, რომ ადამიანებს ეგოს უმტკიცებს უზრდის, კარგი კუთხით ვითომ, მაგრამ ზოგჯერ ეს არ მუშაობს, ზოგჯერ პირიქით ნეგატივი შეგვიძლია აქედან მივიღოთ და უფრო აი ეს პოლარობა, რაც გვაქვს ეს სატურნ ლილიტის ღერძზე როცა ლაპარაკობთ, პირიქით უფრო გამძაფრდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს, ხო? და ეს ძალიან კარგად ჩანს, ვინც ეზოთერულ ასტროლოგიაში ერკვევა, ვინც ზოგადად ეზოთერულ სფეროში ერკვევა, მაგრამ ეხლა მინდა სქემა აგიხსნათ აი ამ პოლარობებზე, როცა ვლაპარაკობთ, აქ ყოველთვის გავდივართ წინა ცხოვრება, როცა უფრო ესე და აღმოსავლურ ფილოსოფიაში გადავდივართ წინა ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ. აი მაგალითად ნებისმიერი, ვინც არის ახლა თუნდაც აი ეს გეშტალტის ფუძემდებელ პერლზე იყო საუბარი და ნუ შამთვარი მშვილდოსთან შეყავდა და მთელი მისი ეს ყველაფერი იყო რომ ებრძოდა რელიგიებს, ებრძოდა ანუ ბუდისტურ სფეროში თან შედიოდა და თან აგრესია ჰქონდა იმ მთელი ცერემონიების მიმართ, ანუ ტიპიურ ლილიტ მშვილდოსნურ ენერგიას ავლენდა ხო სიტყვაზე, ხო? და აი აქ რა არის იცით, ახლა რაც არ უნდა, აი რაც უფრო ფსიქოლოგიაში ჩავდივართ, არის ერთი ძალიან საინტერესო თემა პოლარობის დანახვა. სიმართლე, აბა თუ გაბედა ბჭყალებში დანახვა, ხო? ამას იმხელა სიმამაცე უნდა მეგობრებო, იმხელა რამ უნდა, აი როგორ რაღაცა არის, იცით? აი რო დაუკვირდეთ, მეგონი. აი აგერამ. რო დაუკვირდეთ ახლა სქემას აგიხსნით, რეალურად ამ პოლარობებში რა ხდება? სინამდვილეში. აი როგორ რაღაცა არის, იცით? აი აქ არის წინა ცხოვრება რო ავიღოთ, ხო, ხო და აი როცა სატურნი შავი მთვარის ენერგიაზე ლაპარაკობ. აი აქ იყო რაღაცა მოვლენა მაგალითად ხო ჩვენს რომელიღაც კარმულ ასტროლოგიურად აი ყველაზე ნეგატივი შავმთვარის რო ვიცახით და სატურნს ეს ორივე ერთად მუშაობს. აი აქ მოხდა რაღაცა ძალიან ცუდი. მოდი ესე ვთქვათ, ბიბლიური კუთხით რო ვთქვათ, დაცემა მოხდა სულის, ხო, სადღაც ჩაეშვა დესტრუქციაში, ნეგატივში და ნუ ეს ეძახის რელიგია ამას ამპარტავნება, ეგო და ასე შემდეგ, ამას ეძახის აი ამ ყველაფერს და აი ამაში ჩაეშვა ადამიანი, ხო? შემდგომ ხდება მეორე პოლუსში გადასვლა. მაგალითად იყო მონსტრი ადამიანი, აი აქ, შაოლებრივი მონსტრი, რომელიც ყველას კლავდა. იყო სასტიკი, იყო დაუნდობელი. მეორე ცხოვრებაში აი აქ იქნება აბსოლუტურად ამის ოპოზიციური ენერგია. შიშარა ან დაუცველი ძალიან მაგალითად ან სუსტი ფიზიკურადაც შეიძლება იყოს, რაც უფრო აქ ძლიერი იყო ფიზიკურად და ესაძლევდა მონსტრობას, ან ძალაუფლება ქონდა, ფული ქონდა, მაგალითად ამით იყო ძლიერი, ან თანამდებობა ქონდა ტითხისქის ვარიანტი რო ავიღოთ, ხო, ძალიან სერიოზული და ბოროტად გამოიყენა ივანიშვილების თემაზე, როცა ვლაპარაკობთ, მაგალითად, ესე მაგალითი რო აგიხსნათ, ხო? ან ცუდად გამოიყენა, ან სხვებისთვის ცუდად გამოიყენა. ან მოდი რო ავიღოთ ისეთ მერწყულური ენერგია, ხო, სადღაც მასობრივად დესტრუქციული ენერგია, ნუ რეგრესი გამოიწვია სოციუმში სიტყვაზე. აუცილებლად მეორე პოლუსში გადავა შემდეგ ცხოვრებაში. იქნება სუსტი, საწყალი, არ ექნება კარიერული ამბიციები დღის შემთხვევაში, ან არ იცოდინება რა ღერძზე წავიდეს. და ამ პოლარობაში არის. ყველაზე საინტერესო რა არის, იცით? ამ პოლარობაში თუ ვართ, ჩვენ ცხოვრებაში მოდიან მუდმივად ამ პოლარობის ადამიანები.
სულ მოდიან ამ ენერგიის ადამიანები, ხშირად ამათ რა ემართებათ ამის დანახვაზე. ყველაზე გავრცელებული პანიკური შიშები მაგალითად, თუ ამ სიტუაციას, ამ ენერგიას შეიჯახნენ, ეწყებათ შეიძლება აგრესია და წინააღმდეგობა, ამ სხერპლის როლში გადადიან მაგალითად, ხო? მთელი სერიოზული პრობლემები ჩდება, ზუსტად იმიტომ რომ ეს და ეს ერთი ენერგია არის, ოღონდ ეს გადმოვიდა მეორე პოლარობაში, არ იღებს ამ ენერგიას. აი ხშირად არის როგორ რაღაც იცით, მეც ვქონია ესეთი რა, როცა დამინახავს ადამიანი და ადრე წლების წინ და აი იმხელა შოკი მქონდა, როგორ შეიძლება ესეთი იყოს ადამიანი და ძალიან ისეთ მიუღებლობა და ჰიპნოთერაპიაზე რომ ხედავ რომ ეგეთი ვიყავი ზუსტად ერთ-ერთ ინკარნაციაში ხო მაგალითად ხო მაგრამ რა ხდება ახლა ძალიან საინტერესო რატომ ავედით აქ იმიტომ რომ ამის კიდევ უკან ცხოვრებაში ვიყავით ეს აი ესეთი ხრთალი ან სუსტი ან კარიერულად და პასუხისგებლობებში გაურკვეველი ან ჩამთვალელომში რო ავიღოთ უპასუხისგებლო ძალიან და განდიდების მანიით ამ დროს რო აი მე ვარ რაც ავარ და სიამდვილეში რეალურ პასუხისგებლობებს არაფერზე არ ვიღებ პუტინის ვარიანტი რო ავიღოთ ხო რეალურად ანუ მართავს მაგრამ ის რაც ხდება პასუხისგებლობას არაფერზე არ იღებს ვიღაცებს აბარებს ხოლმე პასუხისგებლობის მერწყულში გადადის ხო რომ მე თავისუფალი ვარ საერთოდ არ მაქვს პასუხისგებლობები აი აქ სუხტი ვარ შემდეგ ინკარნაციაში აქ თუ ზივართ და არ გავაცნობიერეთ ეს პოლუსები არ მივიღეთ აუცილებლად ისევ აქ დაუბრუნდებით ოღონდ არის შემდეგი რამ რომ ამ ინკარნაციაში რაღაც დონით მეორე პოლუსში ვართ მაგრამ ესენი გვხვდებიან სულ და გვაქვს შანსი მივიღოთ ეს პოლარობა და აღარ გადავიდეთ აქ არამედ საერთოდ დავხუროთ ეს ციკლი აი ეს წრე და საერთოდ ახალ წრეზე გადავიდეთ მერე. ბევრად უფრო უკეთესზე, ბევრად უფრო ჯანმრთელ წრეზე, ხო? ამის მიღება და ამის გაკეთება ახლა როგორ ხდება? იმიტომ რომ ხო გეუბნებით, თუნდაც გვაქვს პანიკური შეტევები, თუნდაც გვაქვს სერიოზული ნევროზული ფონი, ან ფობიები ვიღაცასთან, ან სერიოზული კარმული ურთიერთობები აი მოდის ერთი და იგივე უფროსი ერთი და იგივე პრობლემით, ხო და იგივე კრიზის მიქმნის. მეც მაქვს ხოლმე ესეთი თემა, რომ სადაც არ უნდა მოხდე, ერთი სცენარი ვითარდებოდა სულ ყოველთვის და ამ პრობლემებმა დამაფიქრა, რომ ის სიტუაცია, ის სცენარი, ჩემ პოლარობა არის, რომელიც ფსიქოლოგია გეტყვით, რომ შენ ხარ ძალიან კარგი, ძალიან ფუმფულა. უბრალოდ აქეთ რო არის ყველაფერი პოლარობაში ხარ და ის შენი კი არ არის ის არის შენი უბრალოდ გაჩენილი სამყაროში ოპოზიციური ენერგია სიამდვილეში კარმული ასტროლოგია ამას ამბობს ეს ჩვენი პოლარობა ჩვენი წინა ცხოვრება არის ეს ჩვენი ეხლანდელი ცხოვრება არის რო არ გადავიდეთ იგივე ციკლში მე თუ ეხლა ძალიან მშიშარა ვარ ძალიან ფრთხალი ვარ თქვათ კირჩხებზე ვილაპარაკოთ თევზები რომელიც დეტალებში არის გახლართული და ამის უარყოფა აქ გვეცნობიერად ხო ვითომ სულიერებაში და ამ დროს ძალიან მიწიერ დონეზე ვართ ხანდახან ხო აი ამ პოლარობას სანამ არ გავითავისებთ და ასტროლოგია ამას ეძახის ინური და იანური ლილიტი. ზოგი ზის ინურ ლილიტზე პასიური მსხვერპლის როლში ვართ, ხო დაჩაგრულის როლში ვართ მაგალითად. მაგრამ რაღაცაზე უარის თქმა არის, საკუთარი თავის განიარაღება არის ამ ენერგიისგან, იმიტომ რომ კარმულ ასტროლოგიაში ამათ შორის იყო ცხოვრებებს შორის მდგომარეობა, როცა გარდაიცვალა ადამიანი და ზეციური ნაკლებად უფრო ცხოვრებებს შორის საიქიოს რო გულისხმობთ აქ გააცნობიერა ეს ყველაფერი შეწუხდა განიცადა ეს როგორ მომივიდა როგორ დავეცი იმიტომ რომ აქ სელენას ენერგიაც მუშაობს სელენამ გააცნობიერებინა რომ ეს ჩემი არ არის აქ რაღაც დამემართა და გადადის ამ პოლუსში, რომ მე საერთოდ უარს ვამბობ ამ ენერგიაზე, ვანიარაღებ საერთოდ ამ ყველაფრისგან და შესაბამისად მე კიდე უფრო დაუცველი ვარ, მაგრამ ეს ვიყავი ზუსტად მანამდე. ნახეთ, აი ახლა კიდე ციკლი მინდა აგიხსნათ, როგორ მუშაობს კარმული ციკლი უკვე.
ამ ცხოვრებაში, ერთ-ერთ ცხოვრებაში, სადაც ლილიტი ყავს მაგალითად და სატურნი ერთად, ეს ერთ-ერთი. აი აქ ვიყავი ძალიან დაუცველი, სუსტი, გაუბედურებული, მაგალითად, რატო? იმიტომ რომ სელენას ინკარნაციიდან მიწაზე დავეშვი და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანს გეუბნები, სატურნი ლილიტის ღერძზე. ეს ნაწილი არის ბავშვი, მოდი უფრო კარგად დაგიხატავთ, კარმულ დონეზე გამოუცდელი ენერგია და ამ ენერგიას, ლილიტის ენერგიას, როცა ვეხებით ხოლმე, სულ ხედავენ როგორ თავს იცით? ეს არის შინაგანი ბავშვი, რომელიც მივატოვე, რომელიც დაუცველია, რომელსაც სითბო უნდა და სიყვარული უნდა. აი ეს საფეხურებით რო ავიდეთ, ქვედა საფეხურზე მონსტრად ხედავთ. ჩვენ ქვეცნობიერში, როცა თერაპიულ პრაქტიკაში შევდივარ, მაგალითად, ხო, რომ ხედავ, რომ ამ პოლარობებში უნდა შევხედოთ, ხო, ადამიანს. ამას ხედავს როგორც პატარა ბავშვი, შინაგანი ბავშვი, რომელიც არ იცის როგორ იცხოვს. სადღაც ჩამორჩა განვითარებას. რეალურ ფსიქოლოგიურ ასტროლოგიაში ეს არის ოჯახში ის ენერგია, რომელიც არ განვითარდა, არ განავითარეს. და შესაბამისად ის ჩამორჩა განვითარებას, სელენოს ზონაში მივდივართ თავისუფლად. რა გვაკლდა, ამიტომ ჩამორჩა განვითარება. ძალიან გვაკლდა აქ ენერგია. გარემო არ მოგცა, ჩვენც ვერ ვაწარმოეთ შესაბამისად ეს ენერგია და აქ არის სრული სიცარიელი. ხო? ეს ფსიქოლოგიურ ასტროლოგიაში რო აგიხსნით. აი აქ, როცა აქ ვიყავი, რომელიღაც ცხოვრებაში, ხო? მაგალითად, როცა აი ესეთ ცეცხლოვან ლილიტებზე რო ვთქვათ, მე ვიყავი სუსტი, შიშარა, მე ვიყავი, ხა თუ არის წყლის ნიშები, დაუცველი ლილიტები და სატურნი მაგ შემთხვევაშიც, დაუცველი ენერგეტიკულად, ან ფსიქოლოგიურად დაუცველი ვიყავი, ან მოწყვლადი ვიყავი თევზის კუთხით. მე ვხდები სასტიკი, მერე ვიწყებ რაღაც მეთოდების გამოყენებას, აი ამ ცხოვრებებს შორის ხო წავედი, გავაცნობე რომ მე ძალიან დავიჩაგრე. ჩემი ეკო არის ძალიან სუსტ მდგომარეობაში. შესაბამისად მოვდივარ ოჯახში, სადაც მე რეალურად ხდები ამ შემთხვევაში ისე დავწერ მონსტრი და ეს არის ჩემი თავდაცვა, იმიტომ რომ მივხვდი რომ ამ პოზიციაში ყოფნა სერიოზულად დამაზიანა, იმიტომ რომ ამ პოზიციაში ვარ, იმიტომ რომ სელენა ამ პოზიციაში არის და ფაქტიურად აქ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ აქ გამოცდილება არ მაქვს ჯერ საერთოდ. ჩემთვის პირადად ego განმავითარო, აქ გამოცდილება არ მაქვს. ხდები აქ. ხო, შემდგომ. აქ ვაშავებ ბევრ რამეს. კარმულად ვიკიდებ ვალებს. სერიოზულად ენერგეტიკას ვიბინძურებ, ესე რომ ვთქვათ, ეზოთერულ ენაზე. აურა, აი აქ რო ადამიანი დავხატო. ჩემ პატარა კაცს უნდა რომ წაბედნიერი არის. ესეთი არის. ამ აურაში ჩდება აი ეს კარმული პროგრამები. ამ შრეებში არის სულ აი ეს ვინცაც ვატკინე, ვინც უკმაყოფილო იყო, ვინც გამწარებული იყო ჩემგან, ან ჩემი ეგოისტური ენერგიით, ხო, მიწიერ პლანზე რო ავხსნათ ესე და აქ ჯდება აურაში. ეს აურა, როგორც სიგნალი სამყაროში აგზავნის იმპულსებს, რომ ეს პოლარობა მაქვს და ეხლა ვარ ფუმფულა, ლამაზი, სუსტი, დაუცველი, კარგი და აქედან ვაგზავნი ენერგიას, რომ ეს დავამუშაო კარმულად. ჯერ ერთიც კარმული ეზოთერული კუთხით თუ შევხედავთ, მე აუცილებლად მეორე პოლიში უნდა ჩავარდე, რომ ვიგრძნო ის, რომ მე ჩემი ქმედებებით რასაც ვაკეთებდი, ვის რა ვატკინე. ესე იგი, მე რო არ მესმოდა რაღაცა, მე რო ვერ ვხედავდი უფრო მაღალ ვიბრაციებში სამყაროს, შესაბამისად მაღალი სართულებით, ხო? ზევიდან ვერ ვხედავდი პროცესებს, იმიტომ რომ ეპოქა სხვა იყო, განათლება არ გქონდა რაღაცა, ენერგიების დონეზე რო ვწვავდით ხოლმე ენერგიას და გაცნობიერება და სხეულთან კონტაქტი და კარმასთან და განვითარება არ იყო. დავაგროვე შესაბამისად ბევრი ნეგატივი, ეს აურაში ზის, ამას გამოსყიდვა ჭირდება და აქ უკვე სატურნის ენერგია არის ჩართული, სატურნი რო ჩავწეროთ. სატურნის ენერგია, ეს კარმული თემა არის, რომელიც ამ ლილითთან მიბმული არის და ეს არის ჩვენი სადამსჯელო შინაგანი, თან სადამსჯელო არის და თან როგორ რაღაცა ego არის, ორი ფუნქცია აქვს სატურნს. სატურნი ego არის ჩვენი ამ მიწიერებაში, რომ მე მინდა რომ ყველას უყვარდე, ყველა პატივს ვცემდეს, შესაბამისად ლილიტი აქტიურდება აქ, ხო?
სადამჯელო სატურნის მეორე პოლუსი ირთვება და არა ეგო, არამედ უკვე სამართალი, რომ აბა შენ ახლა რაღაცები რო გააკეთე, ხა ეს უნდა გამოისყიდო. ამით ისევ უკავშირდებით ხალხს, რომელიც ძალიან გავს ფაქტურად იმეორებს ამ სიტუაციას. ამიტომ ჩემთან როცა მოდიან ხოლმე და ყვებიან ისტორიებს, ამ ფსიქოლოგიაში რომ მივდივართ, ხო? პანიკური ამბავი, მიუღებლობა, აგრესიული ემოციები, აი ამ პოლარობას ვხედავთ ჩვენში, რომელიც გარემო გვანახებს ამ ყველაფერს. ეს არქეტიპები, ჩვენი ლიტის მეორე მხარის არქეტიპები, გვანახებს აუცილებლად ამ ყველაფერს, მაგალითად, ხა პუტინს თუ უნდოდა, რომ აი მიეღოთ, აი ყვარებოდათ, ხო? მაგალითად, ხელმძღვანელ პირებს და ამ შემდეგ, ყველაფერს აკეთებდა, რომ არ ყვარებოდათ. ანუ ყველაფერს აფიჭებდა, ხო? მაგის სიტყვაზე რო გითხრათ, ეხლა ძალიან გამოცდილების კუთხით რო შეხედოთ თქვენ. შესაბამისად, იგივეს ატრიალებს, ხო? ანუ თავის თავს ექცევა საბოლოო ჯამში ეგრე და ჩვენ თავთან ვართ საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა სხვებს ვატკინოთ. შინაგანა ჩვენ მე მოვიზიდავთ ყველაფერს, რომ იგივენაირად გვატკინონ, იმიტომ რომ ჩვენ თავთან გვაგასარკვევი საქმე მეტი არავის ან სიამდვილეში, სხვები არიან ინსტრუმენტი ამისთვის. ვეძებ ამ ხალხს, მე შინია მე თვითონ და ვაიმე ანის ცუდი ადამიანია, ანის საშინელება არის და სიამდვილეში ჩვენ შეხდება ეს ყველაფერი. მე ჩემი წინა ინკარნაცია არის, რომლის მიმართაც მაგ განსჯა რაღაცნაირად შიში და მთელი ამბები. ხო, საკუთარ თავს ვიშინებთ ესე რომ ვთქვა. შესაბამისად, როდესაც როცა ლაპარაკობ ხოლმე თუნდაც კარმულ ასტროლოგიაში ხო გეუბნებით ხოლმე რომ ამ სახეობები ხშირად თამაშობენ როლებს, მაგალითად, რომელიც არქეტიპულად ამ ლვითთან არის მაგალითად და ყველაზე კარგი როლები ისე გამოსდით. შეიძლება შევხვდეთ პარტნიორს, რომელიც ჩვენი პოლარობა შეიძლება იყოს. შეიძლება შევხვდეთ მშობლებს, რომელიც ჩვენი პოლარობა არის და რაც უფრო ძალიან არ გვყვარს ჩვენი ოჯახი, ან ჩვენი მშობლები, ან ჩვენი მეგობრები, ან ჩვენი უფროსები, ეს ჩვენ ვართ წინა ინკარნაციაში, მეგობრებო. აი ეს პოლარობა ვართ ჩვენ. შესაბამისად, იმას კი არ ვებრძვით ჩვენში, ვებრძვით იმ მხარეს, რომელიც არ მივიღეთ. აქ მივდივართ იუნგისეულ ჩრდილის ინტეგრაციაზე და ამის ინტეგრაცია ახლა როგორ ხდება. მე მქონდა სხვათა შორის წინაზეც პრაქტიკაში გავიარეთ ფსიქოლოგიაში. არის ესეთი ორი სკამის ტექნიკა, როდესაც ამ პოლარობებს სვამს კამზე და ერთმანეთს ასაუბრებს. შენ ჯდები, აი მაგალითად, ავიღოთ შავ მთვარე მერწყულში, ხო? მე მინდა თავისუფლება, ლომი ავიღოთ, მე მინდა თავისუფლება, მე მინდა თვითგამოხატვა და მე იქით ჯდები მაგალითად, ხო? და იმას სხვა რაღაცა უნდა. ანუ ეს გიგრძელავს ამას, ეს გიგრძელავს იმას და ამ დიალოგში. მე რო გავაკეთე ჩემ თავთან ეს პოლარობები, რამდენიმე თვის წინ, სხვათა შორის წარმოსახვითი თერაპიებში ძალიან აქტიურად ვიყენებ ხოლმე ამ თემას პოლარობებში, როგორ შევიდე და პირდაპირ შემთხვევით, სხვათა შორის მანამდეც მქონდა თერაპია, წარმოსახვითი თერაპიაზე, გავედი ჩემს ელენაზე, რომელმაც განმაიარაღა ფაქტიურად ჩემი ლილიტისგან და ვისაც ეს ლილიტები ყავთ, ხდებით ახლა თქვენ მიწერთ ხოლმე კომენტარებში, რომ ეხა გავაცნობიერე ჩემი ლილიტი და შემდეგ. აი ეს მიგრძალავს და მე ვამბობდი, რომ განვაიარაღე რაღაცებში ჩემი თავი, აი ამაში და რატომ? იმიტომ რომ იყვნენ ხალხი ამ ენერგიის ჩემს ბავშვობაში, რომელიც მე არ მინდა მათ დავემსგავსო მეთქი. იმიტომ რომ არ იყვნენ ისეთი ტიპები, რომელიცაც ხა დაემსგავსებოდი. იმ ხელა პრობლემები ქონდათ ტიპებს. შესაბამისად, ჩემო სელენამ აქ ჩაკეტა ენერგია და აღარ აწარმოებს ამ ენერგიას. ესე იგი, ეს არის გახლეჩილი პიროვნება რო ავიღოთ, რომელიც მხოლოდ ერთ ენერგიას ზის, მეორეზე არ ზის. შესაბამისად, აქ ისევ იგივე წრე იკვრება, მსხვერპლის და აგრესორის კარმა, ხო, ესე რო ვთქვათ, მაგალითად ჰიტლერი, რომელსაც ყავდა მერვე სახლში და ტყუპებში ლილიტი და იყო მანიპულატორი სიტყვის, იყო მაგიურად ზემოქმედი დეგენერატი იყო, ხა რეალურად მაგის იმებს რო უყურებ, ხა ვინც ლილიტებით არ ბოლდებით, იმიტომ რომ არის კატეგორია, რომელიც ხვისი ლილიტი, ვინც აგრესიულ ფლანგზე ზის, შარმი, მოგხიბლავს, მოგატყუებს, ესე რომ ეს აქ ლილიტ, ხო, ფეიკი არის, ხო? მაგრამ რეალურად ახლა მეომავალ ცხოვრებაში ეს იქნება ადამიანი სრულად დამუნჯებული,
ან რეალურად მეტყველების არ მქონე, ან უბრალოდ საერთოდ რომ საკუთარ ინტელექტის წმენა არ აქვს საერთოდ და აბსოლუტურად არის დაბალი თვითშეფასების ან დაბალი ინტელექტის სიტყვაზე. აი ძალიან ისეთ კარმულ თემებში რომ გადავიდეთ, ხო? და მე ეს შეაწუხებს ეს მთელი ცხოვრება რომ ტკეპნის თავს და მე მეორე ცხოვრებაში ისევ შეიძლება იგივეში გადავიდეს. ძალიან ნელა ცოტა იწმინდება კარმა, იმიტომ რომ გარემო სხვა არის, ინფორმაციები სხვა არის და ხა თუ შუა საუკუნეებში დავიბადე, ეხლა უფრო მეტი შანსი მაქვს მე გამოსწორდე, ხო? იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია არის, ბევრი ხალხის არის, ვინც ახლა სადღაც რო ვიყავით შეკეტილები 10 ოჯახი რო ცხოვრობდა მარტო 500 კილომეტრში, მანდ უფრო ნაკლები შანსი იყო კარმის დამუშავების, ვიდრე ეხლა, ხო, სიტყვაზე ვამბობ, ხო? ამიტომ ძალიან ნელა იწმინდება ენერგია, იმიტომ რომ დრო საიქიოს არ აინტერესებს დიდად, ნელა მიდის, მაგრამ გვაქვს შანსი რა. აი მაგალითად, ამ პოლიუსში მე რო დავინახე ჩემი თავი და დავსვი ჩემი თავი, ოღონდ წარმოსახვით სკამების გარეშე, აი ზუსტად ეს დიალოგი მქონდა, რასაც ხედავ ხოლმე სულ ფსიქოლოგიურ პრაქტიკებში და შევხვდი იმ პოლარობას და ეს პოლარობა მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ მე მაქვს ყველაფერი ის, რა შენ იყო მთლიანი, სრულყოფილი და მე შემიძლია ეს მოგცე. და მე უცებ მიდის, ახლა მე ხო რეგრესულ ჰიპნოზზე ვარ ნამყოფი, მინახავს მთელი ამ ჩემი ლილიტის ყველა გამოვლინება, მსხვერპლითაც, იქ აგრესორითაც და ყველა ამ პოლიუსში სულ ტრიალებდი, ხო? და ვეუბნები, რომ შენ ესე და ესე აღწევდი დაცვას. ხო? აი აქ მაგალითად, აი რაღაცა იერარქია ააშენე შენი, რითიც შექმენი ხელოვნური დაცვა ვეუბნები ახლა ამას. აი ეს წარმოიდგინეთ, ლილიტმა შექმნა თავისი დაცვა. მაგალითად, ჩამოთვალეთ ხისგაში რომ ავიღოთ შექმნის იერარქიას ივანიშვილის სტილის, რომ ყველაფერი მოკაჩო, ყველაფერი აკონტროლო, რომ ვაიდა, რამე არ გაგეპაროს, ხო? ესე იგი, ეს ყოველთვის არის ფეიკი. ლილიტი არის ფეიკი, მეგობრებო, ხო? ანუ მე ვქმნი ხელოვნურად, ოღონდ საძირკველი არა მაქვს შექმნილი. ბუნებრივად არ არის, გამოცდილებით არ არის ეს შექმნილი სწორად. ეს არის ხელოვნურად, აი ძალაუფლებით, რომ თავის სტატუსს განიმტკიცებენ, ლიტილომი, კარგი მანქანით, კარგი ჩაცმით, საკუთარ მეს გამოხატვას, რომ რაღაცნაირად ცდილობს, ხო, ვიღაცებს დაანახოს თვალში თავის თავი ან ძალაუფლებით სიტყვაზე, ხო? მაგრამ აქ შიგნით უნდა იყოს ენერგია, აი ეს წყინვალება შიგნიდან დამოდიოდეს, ხო? და ამას მივხვდი და ვეუბნები ამ ჩემ პოლარობას, რომ შენ რაც შექმენი, კი დავინახე, რომ ერთგან მოკკლეს, მეორეგან დაგწვეს, მესამეგან, ანუ ცუდად ვერ დაიცავი შენი თავი. მერე შექმენი ჯავშანი, კარმული, რომ დაგეცვა თავი. მაგრამ ამას მეორე იმდენი უარყოფითი მოყვა, რომ შენი სისტემა ისევ იგივე წრეზე წამიყვანს მეთქი და ისევ იგივე პრობლემებში შემქმნის და ფაქტობრივად არ ღირს ის შედეგი, რაც მერე დანაკარგებში წავალ, კარმულ დანაკარგებში, ხო? კარმულ ვალებში წამიყვან, ვეუბნები ამას. მოდი, და ეხლა ყველაზე საინტერესო. ესე იგი, აი ამ ლილიტურ ენერგიას პოლარობებში და ეს ჩემს პრაქტიკაში ხა თუნდაც კლიენტებთან როცა ვმუშაობ და თუ გავდივართ უკვე თერაპიულად აი ამ სელინა ლილიტის ღერძზე და ველაპარაკებ ძალიან ხშირად ამაქვს ეს აი იმ ხელა პრაქტიკა მაქვს უკვე აი ამ პოლარობებში კომუნიკაციის და მე რო ფსიქოლოგიაშიც იგივე ზღებულობ, ოღონდ ისინი აქ ჩერდებიან სადღაც. აი როგორც იცით, ადამიანი რო ავიღოთ, ეს აურა, მთელი შრეები, კარმული და მთელი და ისინი ადამიანის კანზე რომ მუშაობენ მხოლოდ. იქ იმდენი სიღრმეები არის, მანდ ვერ გადის ჯერ მე რასაც ვაკვირდები ფსიქოლოგია, იმიტომ რომ მე რო კარმული ასტროლოგიიდან, მე რო ჰიპნოტური ასტროლოგიიდან გამოვიტანე მაგალითად ინფორმაციები, აი მთელ ამ შრეზე ხდება ჩაშლა, რეალურად ენერგეტიკულად ხვდები ამ პოლარობას და არა ჰიპოთეტურად წარმოსახვით, იმიტომ რომ შენ თუ არ თქვი რომ მე ვარ, ოღონდ იგრძნო, აი მქონია თერაპიული პრაქტიკა, არ უნახავს ჰიპნოზი ადამიანს, მაგრამ აი რაღაცა წარმოდგენით ჰიპოთეტური რაღაც სიმბოლოებით შეიგრძნო მთლიანად ის ლილიტის ენერგია, რომ კი მანდ გაეხვა, მანდ არის
სერიოზულ ბლარში და მანდ არის პრობლემები. ამას ჩვენ თუ დაველაპარაკებით, აი ეს ორი სკამის პრინციპს როცა ვავთ, როცა მე აი ეს ჩემთვის მივხვდი, რომ ეს პრაქტიკა ძალიან მაგარი არის, მე უკვე დავიწყე ეს ვინც მოდის ჩემთან უკვე თერაპიულ პრაქტიკაში ამის გამოყენება და ნუ რეალურად მე რაც მქონდა იგივე ისინი აქვთ მათაც, რომ რაღაც ძალიან დიდი ტვირთი რომ მოგიხსნება. ანუ ამ ჩემ ლილიც დაველაპარაკე, რომ შენ ჩემი რაღაც საშინელებაა, კოშმარი და მე არ მინდა შენ დაგინახო ტიპი კი არა ხარ. შენ როგორც შეგეძლო ისე შექმენი შენი დაცვითი მექანიზმები ფსიქოლოგიაში რომ ამბობ, თქო კარმული დაცვითი მექანიზმები კიდე სხვა არის. ადრეც ვთქვი მე რომ ეს მონსტრი ტიპები სინამდვილეში თვითონ იყვნენ ძალადობის ხერხი წინაზღვრებებში და ეხლა თავს იცავენ ამ ფორმით, ხო? ფსიქოლოგიაც მაგას ამბობს, ოღონდ ფსიქოლოგია გეტყვის გენეტიკა, ბებია ბაბუა და ამ შემდეგ სინამდვილეში აქ არის კარმა. და აუცილებლად პოლარობებში გადავდივართ, ხო მე? აი თუ იყო მოძალადე ადამიანი, აი სექსუალური ძალადობა რო ავიღოთ, წინა ცხოვრებაში მასე ძალადობდნენ. მაგრამ ჩემზე თუ იძალადებენ სიტყვაზე, მე ვიყავი წინა ცხოვრებაში იგივე და ეხლა მეორე პოლუსში ვარ, ხო? და ამის მიღება, აი ეხლა ყველაზე მთავარს გეტყვით, ეს არის ყველაზე მძიმე, ყველაზე რთული. რატო არის კარმა ასტროლოგიაში? დაცვითი მექანიზმით კეტავენ თავს ურჩევნიათ ლამაზად ფსიქოლოგიაში წავიდნენ და იქ გაიგონ როგორი ფუმფულები და საყვარლები არიან და როგორი მსხვერპლები არიან ვიდრე ჩახედო თვალებში იმას რომ სადღაც შენ პოლარობასთან გაქვს საქმე და შენ იყავი ის ვინც ახლა რაღაცნაირად გტკენს გულს ხო ეს არის ყველაზე მძიმე და რატომ იმიტომ რომ აქ არის მთავარი ეგოს თემა მოდი ავიღოთ აი ესეთი რამე ხო ეს არის ეგო რომელიც არის ყველაზე მტკინვეული ამაში შეხება აქ სატურნის ენერგიას ხედავთ ყოველთვის აი აქ ყველაზე მძიმე არის ვისაც ძლიერი აი როგორ იცი აი მძიმე ეგო აქვთ ხო ვერ ხვდე ან დაცვითი მექანიზმები აქვს ჩემთან ჩართული არა კაცო მე სხვაგან ვარ ესე არ არის ჩემთან რა ზოგადად ამ ფსიქოლოგიაში ან ამბობენ რომ ფსიქოლოგია შალატანობა არის ასტროლოგია შალატანობა არის ან დახურული არის საერთოდ ყველაფრისგან ესე იგი ეგო არის ძლიერი ეგო როდის არის ძლიერი როცა განათლება კარმული გამოცდილება ეს ყველაფერი არ არის რაც უფრო კარმული გამოცდილებები არის ძიმე მით უფრო ეს ეგო იმსხრევა პატარავდება ოღონდ არა ჯანსაღ ეგოზე გეუბნებით ჯანსაღი ეგო ზუსტად არის ის რომ აი მე ვიღებ პასუხისგებლობას მე ვხვდები ამ პოლარობებს აი ეს პოლარობა რო ავიღოთ ხო ლილიტი აქეთ მსხვერპლი აქეთ მოძალად ამაში შევდივარ და ვიწყებ ჯანსაღი ეგოს მშენებლობას აი ამ ჩემს ლილიტს ეს დაველაპარაკე ეს მეუბნება რომ მე მაგ ყველა იარაღი მე ვარ ძალიან ძლიერი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ისეთი მეუბნება შიგნით და მოგცემ ამ ენერგიას და ვხედავ რომ ისევ იგივე წრეზე შევალ და მე აი ეს ამ პოლუსებში არის ესეთი რაღაც რომ მოდი გავაერთიანოთ ეს ენერგიები და მე შენ შეგცვლი და მე შენ დაგეხმარები რომ უკვე აშენო ეს დაცვა ბუნებრივად შიგნიდან აი მაგალითად ფსიქოლოგიას სწავლობ მაგალითად ხედავ ადამიანს უკვე შიგნიდან როგორ არის და ეს ბუნებრივ დაცვას მიქმნის მე რო ადამიანს უყურებ თლიანად ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს რომ ვუყურებთ ადამიანებს ისინი სინამდვილეში ჩვენ ვინ ვართ წარმოდგენა არა როცა კარმული ასტროლოგიით რუკას ვუყურებ მე ვხედავ მთელ წინა ინკარნაციებს მთელ მის პოლარობებს ხო მის მთელ ენერგიას და აქ რო ფუმფულა მიზის სად იმოგზაურა რა ტკივილები და რა პრობლემები და რა მოსწრობები გამოიარა ის ჩანს შესაბამისად ამას რო ხედავთ მე უკვე ხედავ აი ამ სართულიდან ყველაფერს აი ეს აქვს კარმოასტროლოგიას სერიოზული ბონუსი აი აქედან ქვევით სხვანაირად ჩანს ყველაფერი ხო შესაბამისად ბუნებრივ დაცვას გიქმნის ეს ცოდნა შინაგანი გახსნილობა, შინაგანი ამ ეგოს არაყოლა, იმიტომ რომ ამ ეგოსთვის ეს რო დაინახოს, ან ეს რო დაინახოს, ეს არის სიკვდილი. პირდაპირ სიკვდილი, ანუ სიკვდილის შიშზე გავდივართ, ხო, სატურნი ლილიტი სიკვდილის ენერგიას ატარებს იდეაში, თუ ნეგატიურ კუთხით ვიყენებთ. ლილიტი ლომს რო უთხრა, რომელიც არის მეორე პოლუსში განდიდების მანია და მე ვარ და მე ეგო მაქვს და რაღაცა, რომ შენ არ გაქვს ეგო
არ გაქვს შინაგანი სიყვარული, შინაგანი თვითწმენა და უნდა ამუშაო, ნოლიდან დაიწყო. აქ ძალიან შეგეწინააღმდეგება. ამიტომ არის ძალიან ბევრი ასტროლოგი კარმას და ლილიც არ იყენებს, იმიტომ რომ ეს პირდაპირ არის სინდიკატორი ამისი. ეგო რა მდგომარეობაში აქვს ადამიანს. თუ ამ ყველაფერს არ ხედავს, მას აქვს შინაგანი მიუღებლობა დაინახოს რეალობა. სიმართლე, ხო, მოდი ესე ვთქვა. შესაბამისად იხტუნავებს ამ პოლარობებში. აუცილებლად შეხვდება თვითონ სამყარო მიხედავს ამ ადამიანს, შეხვდება ერთი და იგივე გამოცდილებაში, ერთი და იგივე სიტუაციებში აკატავებენ. ან ეხლა თუ აქვს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, როგორც მაგალითად პუტინის შემთხვევაში, შემდეგ ცხოვრებაში მეორე პოლუსში ჩავარდება. იგივე ძალიან საწყალი, ძალიან საცოდავი, ძალიან ხმის ამოღების რო შეეშინდება, თვით გამოხატვის რო შეეშინდება. რეალურად მეორე პოლუსი აგდებს იმავე მდგომარეობაში ადამიანს სინამდვილეში როგორიც არის. რა გასაკეთებელი. სინამდვილეში ეს არის ფეიკი, აი აქ რო გითხარით, აი ეს რომ ელაპარაკა ჩემი ლილითი, კი, შენ გამოცდილება გააქვს, შენ სერიოზული რაღაცები გააკეთე, მაგრამ რის ფასად და როგორ სწორ კანონებში იყავი თუ არა. ან რეალურად ხა აქეთ რო გადმოვარდი, ესე იგი ეგ არ იყო სწორი, ხო? ესე იგი რაღაც ხო უნდა მოვიფიქროთ. აქ ხდება დალაპარაკება. აქ ხდება შიდა დიალოგი, შიდა მიღება პოლარობის აუცილებლად და ის კი არა ვიღაცა იქით არის და ვიღაცა აქეთ არა, მე ვარ ეს ყველაფერი. და საბოლოო ჯამში მიუღებლობა არის საკუთარი თავის. ოღონდ ჩვენ არა ვართ ეს ლილიტი, ჩვენ ვართ ერთი ნაწილი, ერთი მძიმე გამოცდილება, რომელიც უნდა აშენდეს. უნდა აშენდეს და ამ აშენებას სჭირდება, მოდი ესე ვთქვათ, ჯერ ეს თემა რო წავშო. ნახეთ რა ამოძრავებს ამ ყველაფერს. უშიშარი მებრძოლი ენერგია. აი აქ უნდა იყოს. მოდი რა დავხატოთ ახლა. ხატვა ჩემი თემა არა, წვე დავხატოთ ისე, მთელი ჩემი ნიჭი ენერგია ინტელექტში წავიდა და ხატვა. ჩემი თემა არ არის, მაგრამ თავარია რომ ხედავთ კარგად. უშიშარი შიდა მე გამომივა, მე მაგარი ვარ, მე არაფრის არ მეშინია. მაგარი ვარ პირობითად, მაგარი ვარ რა, რომ აი სამყარო მეხმარება, ზურგი მაქვს და ესენი ჩემ გვერდზე არიან. ანუ მე მარტო არა ვარ ამ გზაზე, ამის რწმენა. ესე იგი აქ სელენას უნდა დაუკავშირდეთ აუცილებლად, იმიტომ რომ სელენა პირდაპირ გადის იქითა სამყაროს ენერგიებზე, ხო? და სიამდვილეში ეს ხო სერიოზული კარმა გვაქვს ჩვენ მომავალ ინკარნაციებში, ზუსტად სელენას ზონაში. და რეალურად ჩვენ დიდ მისიას ემსახურება ამ ყველაფრის დანახვა სულიერ სამყაროებში, ჩვენ ნათელი ძალები მიგვიძღვიან რაღაც სერიოზული კარმული მისიებისთვის. ხო, ეს ძალიან დიდ სურათი აქვს. მე ასე სართულიდან რომ გადმოვიხედოთ, ეს სცენარი. ამ სიმამაცით, რომელიც ჩემი სიმამაცე და ეგოსთან კი არ მივდივართ, აქ სამყარო მიდგას ზურგში. აი ეს სიმამაცე მოვიკრიფოთ და შევხედოთ ჩვენ პოლარობებს, ოღონდ ზევიდან წინ დავსვათ და ჩვენ გარედან უყუროთ ამ ყველაფერს, ხო? ამ პოლარობას რო შევხედავ, ჩავალ ქვესკნელში, აი ეს არის ჯოჯოხეთი, ეგოსთვის, ოღონდ სინამდვილეში ეს ბოროტება, ეს ყველაფერი რა არის ეს ბოროტება? მე მეტკინა, ჩემ ეგოს შეეხო. თორე დიდ სურათში ეს არაფერი არ არის, ხო? იქ ეგო არ არის საერთოდ და აი ეს თუნდაც აი ეს სისასტიკემე, ვიღაცა ცემეს, ვიღაცა დასაჯეს, ეს ეგოს ეთკინა, ხო, სინამდვილეში, ან თავმოყარება შეკვე, ხო, ან მოგდით. ორივე ბოროტებად აღიქმება დედამიწის რაკურსიდან. ხო, სულიერი რაკურსიდან ეს არაფერი არ არის, იქ ეგო საერთოდ არ არის, ხო, იქ ბევრად დიდი მისიები არის, დიდი სურათი არის, ვიდრე აქ მიწიერი კუთხით, ახლა შენი სიცოცხლე და შენი პატივმოყვარეობა ხა ძალიან არ აინტერესებთ იქ სულიერ ძალებს სიტყვაზე, ხო? დაგიშვებენ ხოლმე, ესე თუ ეგოს ჩაებრაუჭები, გიშვებენ და მე მეც მთელი ამბები. ესე იგი ამ პოლარობას აქეთას და აქეთას ვუყურებ, ვაერთიანებ, ვიწყებ მასთან მეგობრობას, ჯერ მიტევება საკუთარი თავის, მეორე მიტევება კი არა, მიხვედრა რომ სხვა გზა არ გქონდა, იმიტომ რომ აქ ხარ ნოლზე, აქ გამოცდილება გაქვს აი 0 ამ ლილიტის ზონაში და შესაბამისად, რატო? იმიტომ რომ ეგ მიეჯაჭვე იქ ნათელ ენერგიებს და პოლარობა ისედაც ლილიტის დოზით წავიდა. ანუ სამყაროში აი ესე რომ შეხედოთ, აი აქ ინკარნაციული მთელი ჯაჭვი ამ საკითხში მთლიანად რომ შეხედოთ თქვენ თავს, მიხვდებით, რომ ეს გან ან ცუდი ან კარგია, ეს არის გზა. სხვანაირად არ გამოვიდოდა, სხვანაირად არ იქნებოდა შესაძლებლობა, ხო?
და ამიტომ რა არის აქ თუნდაც ებრაელებმაც ჰქონდათ წიგნი ყოველი დაავადება საიდან მოდის ძალიან რთული არის ჩვენ შევხედოთ იმას რომ როდესღაც რომელიღაც ცხოვრებაში აი ესეთი დესტრუქციული ენერგია გქონდა ხო ეს დაცემული ანგელოზის ეშმაკის ენერგია არის ეგეც ეგო არის როგორ დაუშვი როგორ მოხდა როგორ შევმეძლო ეს გამეკეთებინა ან როგორ ვიყავ ესეთი სუსტი როგორ ვიყავ ესეთი უბედური როგორ გამოიყენა ყველამ ხო ჩემი უსუსურობა ესეც ეგო არის ორივე პოლუსი ეგო არის ამიტომ ამას ხვდებით ვიღებთ იმას რომ მე წინა ცხოვრებებში კარმა დავაგროვე ორივე პოლუსში და არც აქეთ უნდა ვიყო არც იქით თორე ისე ამ წრეზე ვიტრიალებ დაუსრულებლად არა მაგრამ კიდე დიდხანს და საბოლოო ჯამში იცით რას მაგონებს ეს ყველაფერი ჩვენ როცა ეს არ გვინდა დავინახოთ ეს პოლარობები და იქ თერაპიაზე რომ შენ ისეთი კარგი ხარ და ეს იგონებს შენი ტვინი და შენი ფსიქიკა და ეს არ არსებობს და ნუ ამას რატო არის რომ არ ხდება ამის განკურნება არა აქვს მნიშვნელობა მეგობრებო მართლა ვიყავით თუ არა წინა ცხოვრებაში ეგ მე მაგალითად ჩემი გამოცდილებით ეხლა როცა ამდენი ადამიანში კარმა 40 საუკუნიანი მიმდინარეობა მეცნიერული იქნება ეს თუ ეზოთერული მეუბნება ამას იქ ეზოთერული მიმდინარეობები რელიგიები იგივეს ამბობს რასაც 40 საუკუნიანი ასტროლოგია ამბობს და ერთ საუკუნეზე ნაკლები ფსიქოლოგია მეუბნება რომ ეს ბულშეთი არის და აქეთ სხვა არის მე სარწმუნოდ ცოტა იქით მხარე მემაჩნია ხო და პლუს ჩემი პირადი ჰიპნოთერაპიები ჩემი პირადი კვლევები ჩემი პირადი გაცნობიერებები რომელიც ასევე ძალიან დიდ ფართობზე გადის ხო ეხლა მე ძალიან ბევრს მუშაობ ძალიან ბევრი კლიენტები მყავს ხოლმე ყოველდღე ვიღაც მყავს რომელთანაც ზოგჯერ დაბრუნებდებიან ზოგჯერ თერაპიულად მუშაობთ აი ამ ჩრდილის ინტეგრაციაზე მუშაობთ ჯგუფური თერაპიები მაქვს ძალიან სერიოზული სისტემა არის ეს ყველაფერი რომელთაც მე მუშაობ უკვე წლებია შესაბამისად ამ გამოცდილებებიდან ხრაზეც წიგზე მთელი ჩემი გამოცდილებებიდან ხო აი ეს ჩემთვის პირადად უფრო სარწმუნო არის ვიდრე ველაპარაკო ადამიანს რომ ის შენ მოიგონე არ არსებობს და შენმა ტვინმა შეთხსა არაფერი არ არის ხოლმე ესეთი შეთხსული არის რაღაცეები რომელიც ჩვენმა ინტუიციამ ჩვენმა შინაგანმა ქვეცნობიერებმა ზუსტად იცის მე იმიტომ მეშინია იმ ენერგიის იმიტომ რომ იქ ვიყავი ადრე მე აღარ მინდა ის გავიმეორო მაგრამ ეხლა სადაც ვარ ესეც მაზიანებს იმიტომ რომ ამასაც იქ მივყავარ ზუსტად სადანაც მე გამოვიქეცი აი ეს არის მთელი პრობლემა როგორც კი ამის ინტეგრაციას ვახდენთ ამასთან შეხებას ვახდენთ რეალური განკურნება და გამთლიანება ხდება მეგობრებო გამთლიანება რატომ ეს შენი პოლარობა მტერი და ბოროტება კი აღარ არის ის განწირული ქმედება არის იმიტომ რომ სხვა არ იცოდი ამასთან დალაპარაკებით და გამთლიანებით მე როდესაც ჩემი ლილით შევეხე თერაპიაზე და მივხვდი რომ მე სხვა არ ვიცი მეთქი სხვა ენერგია არ ვიცი არ ვერაფერს ვერ შევქმნი ანუ ლიტით ხისრკაც როცა მეუბნება რომ მას არ შეუძლია აი ამ შიდა ამ ტანობა პასუხისგებლობა ის როგორ შეიძლება აქედან ჩამოიხსნას იმიტომ რომ არ იცის სხვა წარმოდგენა არ აქვს სხვა რა უნდა გააკეთოს მან ხდება დალაპარაკება განაის რომ მე შენ გადაგაგდებ და ახალ რაღაცას მოვიგონებ ეს მე ვარ მე ჩემ თავს ვერ გადავაგდებ მანდა ვისწავლო ამ ენერგიასთან ურთიერთობა და მოგვარება პრობლემებს. როგორც კი ამას ველაპარაკები, მოდი შენ რა გაკარგი. ის მომეციმე, მე ცოტა შემოუშვებ შენ ენერგიას, მაგრამ ამავე დროს თან ტრანსფორმაცია გავაკეთოთ ამ ენერგიის, იმიტომ რომ მხოლოდ შენც არ ახარ სანდო და მხოლოდ მეც აღარ ვარ სანდო. ესე იგი რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ამ ინტეგრაციით დალაპარაკებით და მიღებით ამ პოლუსების, ხო? გამთლიანება ხდება და სერიოზული ენერგია გროვდება უკვე ფსიქიკაშიც და სხეულში ძალიან სერიოზული დიდი ენერგია გროვდება. აქედან ამ მოდი ესე ვთქვათ ბჭყალების სიმამაცით ხდება ამის დანახვა. ამ სიმამაცით და ყველას არ აქვს ეს სიმამაცე, შემიძლია გითხრათ, ამას ძალიან დიდი სიმამაცე ჭირდება, რომლის უკან არის ოპტიმიზმი, რომ რა მოხდა მერე თემა. ამის უკან არიან ნათელი ძალები და ამის რწმენა რეალურად. შენ მარტო არ ხარ და აი ამ ეგოსთანაც ცოტა თამაში და ცოტა სიყვარულით მისვლა, ხო? და აქ სიყვარულის და რაღაცების ვარაფერი არ აქვს, ნუ მაშინ მივდივართ თერაპიაზე, კლასიკურში გვეუბნებიან რა საყვარელი ვარ, რა კარგი ვარ, რა მაგარი ვარ, მიზრდიან ეგოს კიდევ უფრო უსაშველოდ
მერე დადიან კაპღენძილები, მერე კარგავენ ქცევის კულტურას და ქცევის უნარს და გელაპარაკებიან ისე რომ ნოლი აქვს შანსი რომ ვინმეს მოეწონოს და ვინმე კარგად მოექცეს და მერე დადიან გაბრაზებულები, დაბողმილები და ასე შემდეგ. ეს ერთ-ერთი ციკლი. მეორე კატეგორია არის ხდება თავის თავს, ნუ მთელი ამბავი ხდება, ეს ყველასთან ერთ სცენარი არის. ან შევდივართ ამ კარმული ასტროლოგიიდან, რეალურად ჩვენ მისიას ვხედავთ. ჩვენს გზას ვხედავთ, გაცილებით სიღრმისეულად ჩავდივართ ქვეცნობიერში. ვამუშავებთ უკვე სიღრმეებს, ენერგიებზე მუშაობთ ჩვენ და არა იქ დედიკო და მამიკო მაწყენინა და მე საღამოთი ვიყავით 5 ხასიათზე. ამ თემებზე არ მუშაობს კარმული ასტროლოგია, მუშაობს ამ სიღრმეებზე, ამ სინთეზით, ამას ვასწავლი ზუსტად ჩემს პრაქტიკებში ან თერაპიულად ზუსტად ამ სიღრმეებზე მუშაობ. როდესაც ეს ხდება, გამთლიანება, პოლარობის, ოღონდ ის კი არა რომ ჰიპოთეტურად შენ მოგიგონე, თორე შენ არ არსებობ. არა, ის ხორცში უნდა გაატარო ეს ლილიტი, შეიგრძნო, ვისაც მძიმე ეგო აქვს, დამცირდება უკიდეგანოთ. და აი თავს ლაფი დაესხმება და ამას ეძახიან ჯოჯოხეთში ჩასვლას. ოღონდ ვიღაცები ახერხები აქამდე და აქ არის ჩასასვლელი. ამასაც თავის ან ჩაგუყვანს კატაკლიზმები, მძიმე დაავადება, აი პირდაპირ განადგურება ჩაგუყვანს აქ, ან გაცნობიერებულად რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს, ხო? აქედან გამომდინარე იწყება ახალი გზა, უკვე გამთლიანებული, გამოვდივართ აი ამ ციკლიდან, სხვერპლი მოძალადის ან აი ესე აი ნუ ძალიან ყველგან არის სხვერპლი მოძალადე, ეს არის მოძალადეობა, ინური ლილიტი, სხვერპლის როლი ეს არის იანური ლილიტია მოძალადე ენერგია, ინური, ქალური, პასიური არის ინური. ამ ორივე ციკლიდან გამოდივარ და ახალი გზით მივდივართ აბსოლუტურად უკვე სავსე, სრული და კარმული ვალებიდანაც თავდაღწეული. რატო? იმიტომ რომ რა არის კარმული ვალები, მეგობრებო? კარმული ვალები სინამდვილეში ეს არის ის პოლუსი, იმ პოლუსში ჯდომა, მე უნდა გავიგო, რა გავაკეთე არასწორად, ჭყალებში არასწორად, მე უნდა გავიგო, რომ რატო გავაკეთე არასწორად და არა ის, რომ ვინმეს ცუდი ვეძახოთ ან ჩვენ თავს და ვაიმე რა მონსტრი იყო, ვაიმე რა ბოროტება იყო, ხო? სინამდვილეში ეს არის, რომ მე ისე მიჭირდა, რომ არ ვიცოდი სხვანაირად თავი როგორ დამიცვა. ანუ აქ გაგებას, გახსნილობას ვთავაზობთ ხოლმე და არა დასჯა ან შენ ცუდი ხარ, ეს ეგოს თამაშები არის ყველაფერი. ეგოს მიღმა თუ გავდივართ, გავდივართ იმ შრეზე, რომ მიმღებლობა, გახსნილობა, ანუ სადღაც აი ამ სართულიდან უნდა ავიდეთ და დავხედოთ ყველაფერს. აი ამ სართულიდან ეს ეგოს თამაშები არის ყველაფერი, ეს არის, მოდი ესე ვთქვათ, ცოტა აი ეს დარდები, განცდები, ეს ყველაფერი სრულად მიწიერი ვიბრაციები არის და ამ მიწიერ ვიბრაციებს შეგვიძლია გამკლავდეთ სულიერი ვიბრაციები. და ეს სულიერი ვიბრაციები ეგო კი არ არის, რომ რა მაგარი ვარ და რა ფუმფულა ვარ. სინამდვილეში არის ის, რომ მე შემიძლია დავინახო ის ტკივილი, რომ მე რაღაცაში ჩავფლავდი, რაღაცაში არ ვარ საკმარისად კარგი, ახლა აი ლომის შემთხვევაში რომ აუწიოთ თვითშეფასება დაუმსახურებლად ჭყალებში, ისე დაუმსახურებლად იწევდა წინა ცხოვრებებში თვითშეფასებას, ხო? არ ქონდა იქ ის რესურსი, ენერგია, ძალიან დიდი იმითი კარმული თემით რო ნახო. დაუცველი არის, ლიტთხისგას რო უთხრათ, რომ შენ უპასუხისგებლო ხარ, შენ რეალურად არ შეგიძლია პასუხისგებლობები აიღო, თავზე ნამდვილი პასუხისგებლობა. და ამიტომ ეკაჩები ყველაფერს რომ დაუმტკიცო თავს, რომ არა, შენ ძალიან პასუხისგებლიანი ხარ. რო უთხრათ, მაგალითად, ლილიტ მერწყულს, რომ ამ შენი იდეების და თავისუფლების მიღმა, ლომში გინდა გადახვიდე, გინდა ლიდერი იყო, გინდა ფული გქონდეს, გინდა მატერიალური კეთილდღეობა გქონდეს და დიდად არ გაინტერესებს ეს დიდი იდეები, მაგალითად, ხო? აქაც შეიძლება შოკი იყოს. თუ ვეტყვი ლილიტ ვერც, მაგალითად, რომ შენ ეგო და ისინი რაც გაქვს, სინამდვილეში გეშინია რაღაცეების, სერიოზულად შენ თავთან კონტაქტი არ გაქვს, თუ გაქვს და მძიმე და ნეგატიური აგრესიული ხარ და შენი ამ შიშის ინტეგრაციას ახდენ ძალადობით და აგრესიით, მაგალითად, ხო, სიტყვაზე იანური ლილიტზე რო ვილაპარაკო.
აი ეს არის როგორი შოკი, იცით, ძალიან ბევრისთვის და როგორი ჩამონგრევა, იცით? სინამდვილეში ამის დანახვით ეს ეკო კი არ უნდა ინგრეოდეს. მოქმედებაში უნდა წავიდეთ ეგრევე, რომ რაღაცა ძალიან საინტერესოს მივაგენი და ახლა დავიწყო შინაარსის მშენებლობა და არა ისევ ფეიქში გადავიდე, ისევ მოვატყუო ჩემი თავი. და ხშირად ფსიქოთერაპიულად ძალიან თუ ეს სისტემა არ გვესმის, ისევ მოტყუებაში წავალთ, ისევ იგივე თემაში. თუ ინური ლილიტია გადაიყვანენ იანურ ლილიტზე ისევ. თუ იანური ლილიტია, ინურ ლილიტზე, თუმცა იანური ლილიტი ვისაც აქვს, ეხა არ მიდიან ფსიქოლოგიაში ან თვით რეფლექსიაში, იმიტომ რომ აქ ეხა მშვილდოსანი რო ავიღოთ ლილიტი. მე ვარ ღმერთი. მე რაში მჭირდება რელიგია? მე ვარ რელიგია, ხო? იანური მშვილდოსანი და ინური მშვილდოსანი მე ბეძებს უღმერთს და ვერ პოულობს. სინამდვილეში საკუთარ შინაგან რწმენას ეძებენ, ხო, საბოლოო ჯამში, ხო? და ეს ისეთი მტკივნეული არის ლილიტის დანახვა, ისეთი მტკივნეული არის, რომ თუ ეგოზე ვსივარ. და ამის დანახვაც შეგვიძლია უსაფრთხო გარემოში, სელენა, იუპიტერის ენერგია, აღმავლის ენერგია, ამ ყველაფერს თუ ვიყენებთ და სიმამაცესაც ვrთავთ, ეს აღარ ხდება ტრაგედია, ეს აღარ ხდება მტკივნეული. პირიქით, შეხედეთ, აი ცოტა იუმორიც არის ხოლმე აქ ჩასართავი, იუმორი რა კუთხით იცით? აი ზედა სურათით რო ავხედავთ, იქ იუმორი ირთვება ბუნებრივად უკვე. ხო, ამ ეგოებს რო გავცდებით, ცხეულებრივ მიწიერნეს რო გავცდებით, იქიდან ხდება უკვე დანახვა, რომ უი, ეს პრობლემა მაქვს და მე თუ მართლა ეგო მაქვს, მე თუ ჩემ თავს პატივს ვცემ, ეს უნდა მოვაგვარო და არა ტყუილში ვაცხოვრო ან სხვები ან მე ჩემი თავი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყოველთვის ხვდებიან ხოლმე ხალხი, მაინც ფეიქთან რო გვაქვს საქმე, მე ბრაზდებით, რატო ხვდებიან რომ ფეიკი ვარ და ხვდებით აგრესიულები, ჩაგრავთ მე სხვაებს და კარგავთ რეალურად, აი ადამიანი რო ნახოთ ძალიან აგრესიული, ოღონდ აი თავიდან ძალიან ლამაზია და ისე გამოიყურება, ხშირად არიან ხოლმე აი ეს განსაკუთრებით იცით თქვენ ალბათ ეკლესიაში რო დადიანო ქალებიო, ისინი არიანო აგრესიულებიო. ხა ყველაზე მაგას მე საუბრობ ხოლმე ეკლესიაში და მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ იცით როგორ რაღაცას გulis ხოლმე იმდენი ბლოკი მაქვს, იმდენი რაღაცებს უკრძალავ ჩემ თავს, რომ აი ეს თავისით ამოდის უკვე აგრესია, ხო, სადღაც და უბრალოდ ყველას განადგურება მინდება. და სინამდვილეში ჩემ თავს განადგურება მინდება, ხო, ემოციურად, ფსიქოლოგიურად, ენერგეტიკულად. ესეთ ხალხისგან ყოველთვის შორს ვარ. აი, რაც უფრო დაკომპლექსებულები არიან, რაც უფრო ძლიერი ეგო აქვთ, რაც უფრო თავდაცვით რეჟიმში არიან, რომ შეინარჩუნონ ის თავის ფეიკი, ესე რომ ვთქვათ, ყველაზე შორს ვარ ამათგან, იმიტომ რომ ვიცი, რომ ოდესღაც ეს აფეთქდება და ისე ცუდად, იმიტომ რომ მათში უკვე დევს ამ ფეიკის გადასარჩენად მთელი დამანგრეველი ენერგია, ხო? და ეს არის პოლარობები. ჩვენ თუ ამას ვერ ვხედავთ, ის გაგვანადგურებს ის მეორე პოლარობა ჩვენ, ხო, სადღაც. მე თუ ეხლა არ ვავლენ ლილიტს და ფეიქში ვარ, ვითომ ყველაფერი კარგად, ისე ლილიტი შიგნიდან გამომხრნის და შიგნიდან გამანადგურებს. თუ მე მეორე ლილიტის ზონაში ვარ, მე სხვებს ვანადგურებ. ხო, იანურ ლილიტზე თუ ვზიარ, მე სხვებს ვქნი პრობლემს, იგივე არის, ხო, ქვეცნობიერისთვის მე შენ არა აქვს განსხვავება, ყველაფერი ჩემად აღიქმება. მე თუ ვიღაცას ვკლავ, მე ან ჩემ თავს მოვკლავ, ან მე მომკლავენ, ხო, განსხვავება არ არის აქ კარმაში, ხო, ეს არის კარმა. მოკლედ, აი ამ ღერძზე რო შევდივართ, საერთოდ სხვა ისტორია არის, საერთოდ სხვა სიღრმეები არის, სხვა სიმართლე არის აქ და მთელი ჩემი ენერგია იყო, რომ აი რაღაც სიმართლე უნდა გაიშიფროს, არ შეიძლება, ანუ ვიცოდი რომ რაღაცა, აი ეს რაღაცა ფეიკი ჩვენში ცხოვრობს და კარმული ასტროლოგია 40 საუკუნე მაგას ამბობს. და საჭირო არის ამ ინფორმაციების გამოყენება, ჩემი აზრით, ფსიქოლოგიური ინფორმაციები უნდა გამოვიყენოთ, ამაზე სამუშაოთ და არა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის ფეიკი, კიდევ უფრო პოლარობები გაუზარდოთ ადამიანს, იმიტომ რომ აქ კი არ ვეხმარებით, შემდეგ ცხოვრებაში მეორე პრობლემით მოდის კიდევ უფრო მეტად, ხო? ანუ ამ აურულ დონეზე დაბინძურებას ვაქტიურებ, ეს აურა აი აქ შრეებში კიდევ უფრო კარმას ვამძიმებთ და ეს იგივე არის წამალი მივცე ადამიანს სამკურნალოდ და მეორე ორგანო ისე დაუზიანო, რომ ის უფრო პრობლემა გახდეს. მე მქონდა ხოლმე ადრე თავის ტკივილი, რომ ეწყებოდა ციტრამოს რო სვამ და მე კუჭი უფრო გტკივა. და აღარ იცი თავის ტკივილი ჯობდა თუ კუჭის ტკივილი, ხო? აი ესეთი რაღაც არის ფსიქოლოგია, მეგობრებო. და ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო მან, ძალიან სერიოზული
კარმის სამყაროს კანონების ცოდნა არის საჭირო, რომ ამას მოვკიდოთ ჩვენ ხელი, იმიტომ რომ ბრმად არ უნდა ვიმუშაოთ და ეს მეთოდა გამეზიარებინა 1 საათიანი ვიდეო გამომსვლი არ დავაპირებდი 1-20 წუთში ამეხსნა თქვენთვის მომეყარა ინფორმაციები. ამას წიგში აუცილებლად ყველაფერს დეტალურად ავხწერ, ჩემ გამოცდილებებს, ახლა ბევრ რაღაცებს ვერ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, იქ ვერ გავაზიარებ, არის ისეთი private ინფორმაციები, მაგრამ მე მგონია რომ თქვენც ნელ-ნელა სხვანაირად გახედებთ ასტროლოგიას. ბევრი ტრენინგები მაქვს და ლექციები შეგიძლიათ ჩემ Facebook-ზე შემოხვიდეთ, Instagram-ზე შემოხვიდეთ, YouTube-ზეც დევს ანონსები ხოლმე. მაგალითად ლექცია მაქვს საგვარეულო კარმაზე 22 ეხლა თებერვალს. 1 მარტს მაგალითად მაქვს სერიოზული ტრენინგი სატურნი ნეპტუნის შეერთებაზე ჩვენს რუკაზე როგორ ვლინდება და აი იქ ვინც მოდის ხოლმე ხვდებიან, რაზე უფრო ვლაპარაკობ, ესე ძალიან ისე ჩემ ველში ვინც შემოდის, კიდევ უფრო კარგად ხვდებიან ხოლმე რა ხდება აქ. და დროებით მეგობრებო ველოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს, თქვენს ძალიან თბილ კომენტარებს, ისეთ საყალ რაღაცებს მიწერთ ხოლმე, რომ უფრო მოტივაცია მაქვს მე რაღაცები კიდევ რა გავაკეთე ხოლმე და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ყველას და ველოდები ხოლმე თქვენს ლაიქებს და კომენტარებს დროებით.